ამ ვიდეოში ნახავთ თუ როგორ წავედით თბილისობაზე მე და ქრისტი პაემანზე და როგორ გადაიხოტრა ქრისტიმ სიმთვრალეში თმა. პირველ რიგში მე და ქრისტი მივედით რესტორან კულტურაში, რომლის გარემო იყო განსხვავებული და გასაოცარი და რა თქმა უნდა შევუკვეთეთ კერძები. პირველი კერძი, რომელიც ქრისტიმ დაგემოვნა, იყო ძალიან წელვადი, გემრიელიც, თუმცა ცოტაოდენი სიმლაშე აკლდა. ერთი სიტყვით მე ნაკლებად მომეწონა ეს კერძი, რადგან უფრო მარილიანი კერძები მიყვარს, ხოლო ქრისტისთვის ეს იყო გასაოცარი, რადგან ქრისტის სიმლაშე არ უყვარს. შემდეგი მე დავაგემოვნე სამეფო ხაჭაპური, რომელიც არც ერთ სხვა სამეფო ხაჭაპურს არ გავდა, ჰქონდა განსხვავებული ცომი და განსხვავებული ყველი. თუმცა ეს ჩემი არჩეული კერძი სულ მთლიანად ქრისტიმ შემიჭამა. ერთი მთლიანი ხაჭაპური ფაქტიურად ქრისტიმ შეჭამა. ქრისტიმ პაემნისთვის გინდა თუ არა აუცილებელი არის ზღვინო, ამიტომ აიღო ბროწეული ზღვინო, რომელიც ცხოვრებაში არ ქონდა გასინჯული და მიხვდა რომ ეს ზღვინო მის გემოვნებაში არ ჯდებოდა. თუმცა მის გემოვნებაში ჯდებოდა ცოცხალი მუსიკა, რომელსაც მთელი საღამო უსმენდით. ასევე ძალიან მიმზიდველი გარემო იყო ჩვენი აზრით ამ რესტორანში და სიმართლე რო გითხრათ, კერძებიდან დაწყებული, ამ გარემოთი დამთავრებული და ცოცხალი მუსიკით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფრით ვისიამოვნეთ. ბოლოსთვის მე და ქრისტიმ გავსვინეთ სოკო კეცე სულგუნით. მინდა გითხრათ რომ სოკო იყო ძალიან გემრიელი, ხოლო რასაც ამ კერძში დავამატებდი არის დიდი რაოდენობით სულგუნი. ერთი სიტყვით რო გითხრათ, მე და ქრისტის ესეთი ნასიამოვნების სახეები გვქონდა დღის ბოლოს და ნასიამოვნები და დასვენებულები წავედით თმის გადასახოტრად.